ეს ადამიანები უმეტესობა რაღაც მომენტში დაუპირისპირდა სისტემას. ფაქტობრივად სიცოცხლის ფასად. ევოლუციას არ სჭირდება ბარათაშვილისნაირი ტიპები. ევოლუციას უფრო სჭირდება ჯაყოსნაირი ტიპები და ის ტიპები, რომლებიც მოერგებიან და გადარჩებიან. თუ ევოლუციას არ სჭირდება, რატომ მოვიდა ადამიანს თავში წავიდეს სისტემის წინ? ბარათაშვილს აქვს ეგეთი ფრაზა. რაც ერთხელ ცხოვლად სულს დააჩნდების, საშვილიშვილოდ გარდაეცემს. ესე იგი, როცა განიცდის სიცოცხლეს, რაღაცა მომენტი ხო არის, როდესაც მართლა ცოცხლად გრძნობს შენ თავს, მართლა უფრო დიდი მნიშვნელობა გაქვს იმ წამს. და აი ის მომენტიო ამბობს ბარათაშვილი. ისე აჩნდება სულს, რომ თითქოს აი მართლა არქეტიპში ინაცვლებს და გაყვება გენეტიკაში. გალებს გქონდათ ეგეთი ლოზუნგი. არ გაბედოს სიკვდილი, სანამ ცოცხალი ხარ. და ამას იტყოდნენ, მერე გაიქანებოდნენ და 10 ჯერ უკეთესად შეიარაღებულ რომელ ჯარისკაც დაეჯახებოდნენ. და რო გაგიჩერებინა შუაში და გეკითხა, კაცო, შენ ხო თქვი, რომ არ გაბედოს სიკვდილი. ის გიპასუხებდა, შენ სიკვდილი რა გონია? ან მე რო აქ დავრჩე, ან ზურგი ვაქცე, ეგ არის სიკვდილი. არსებობდა მაგალითად შეხედულება იმასთან დაკავშირებით, რომ არსებობს მაგალითად ატლანტიდა. თავის დაიმედება ადამიანის მიერ, რომ თუ ეს სამყარო ღმერთმა გაგვიჩინა და მოგცა ჩვენ, ესე იგი სადღაც 64 უნდა იყოს. ადგილი, სადაც მივალთ და თაფლი და რძე ერთად მოდის და მკელი და კრავი ერთად ძოვს ბალანს. ძალიან დიდი გარდატი ხალბათ ადამიანის ცნობიერებაში მოხდა იქ, სადაც ადამიანმა გასწრება, რომ ყველგან დაადგა ფეხი და ყველგან ერთ იგივე ხდება. ყველგან ადამიანს ერჩის და ასე შემდეგ. არა 64 უნდა ვიპოვოთ. არამედ აქ და ახლა, სადაც ვარ, ჩვენ უნდა შევქმნათ, თუ გინდათ, ჩვენ არ უნდა ვიწყდეს, რომ ყველაზე მეტი ფული ჩვენ დაგვიხარჯავს, რომ რაც შეიძლება შორს, რაც შეიძლება ჩუმად, რაც შეიძლება ლამაზად, რაც შეიძლება სწრაფად მოუკლათ მეორე ჩვენნაირი ბალისტიკური იარაღებში. იგი კითხვა არის, რომ იცოდე, რომ აბსოლუტურად ყველაფერი გებადიება. მოხდები 64-ში, რაც არ უნდა გააკეთო, ეს მოცემულობა დაიჯერე ხა. ადამიანს მოკლავდი?